Here's a little song I wrote. You might wanna sing it note for note. Don't worry. Be happy. In every life we have some trouble, but when you worry, you make it double. Don't worry. Be happy. ღიმილი არავერბალური ურთიერთობის უნივერსალური საშუალებაა. ის შეხვედრისას პირველი წუთების დაძაბულობას ხსნის, ურთიერთობაში დადებით და მეგობრულ ტონს ქმნის. ღიმილი ყველაზე მარტივი ხერხია კარგი განწყობის შესაქმნელად, თუმცა დღეს ქუჩებში მომღიმარ სახეს არც თუ ისე ხშირად გადააწყდებით. ამას კი ბევრი მიზეზი აქვს. ყველას თავისი პრობლემა აქვს, ყველას თავისი ფიქრი აქვს, რაღაცა ესე თუ ისე, მაგრამ მე პირადად ყველას უჩვენ რომ გაიღიმოს და პოზიტივი გადამდებია. რა ვიცი, ალბათ ყოველთვის ბავშვი მყავს და წამლები ვერ მიყიდია, საშუალება არ მაქვს იმის რომ ვუყიდო. ხალხს ძალიან დიდი პრობლემები აქვს დღესდღეობით და მაგიტომ არ იღიმებიან მე ეს მგონი. ღიმილის საფუძველი მოაკვდა ხალხს. ხო? ეგრეა? მეტნაკლებად ასეც არის, რომ სოციალურ პრობლემებთან ერთად ყველაზე მარტივი სიკეთის ღიმილის გაცემაში კომპლექსები და ხანდახან ქედმაღლობაც კი ხელს გვიშლის. თუმცა უბრალო გაღიმებით შეიძლება სხვისი სიცოცხლეც გადავარჩინოთ. ღიმილი ერთგვარი, ესე ვთქვათ, გამომჟღავნება არის კეთილგანწყობისა, რომელსაც შენ სხვასაც უნაწილებ და თუნდაც ცუდად მყოფი ადამიანი, როდესაც შენ ღიმილით ხვდები მას, რა თქმა უნდა, ერთგვარ დადებით ემოციას ღებულობს და ცდილობს ის ტკივილი, ის მწუხარება, ის განსასწრელი, ესე ვთქვათ, რაღაც წამიერად, წუთიერად მაინც გაუნელო ადამიანს შენი დადებითი გზნობით. ღიმილის მიზეზ ძიება არ ჭირდება, პოზიტივი ხომ თითოეულ ჩვენგანშია. ჩვენ მხოლოდ მისი გამომჟღავნება გვმართებს და რადგან განწყობა გადამდებია, ის ყოველ ჩვენგანზე ჯაჭვურად მოქმედებს. და სიცილის ეს ჯაჭვი სისხლში ჟანგბადის მიმოქცევას აუმჯობესებს, ზრდის კვების მოთხოვნილებას და წვავს კალორიებს. ის ტვინში გამოიმუშავებს ქიმიურ ნივთიერებას ენდორფინს, რის შედეგადაც ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს. თუმცა ეს მხოლოდ გულწრფელ ღიმილს შეუძლია, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, თურმე ყალბი ღიმილიც არსებობს. როგორ უნდა განვასხვაოთ ისინი ერთმანეთისგან? არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები გამოხატავენ არაბუნებრივ ემოციას ღიმილის სახით. შესაძლებელია, რომ გარკვეულ შემთხვევაში ეს იყოს დაცვითი მექანიზმი, ანუ შესაძლებელია, რომ ადამიანი თავისი მძიმე მდგომარეობის დამალვას ან მძიმე მდგომარეობის გაქარწყლებას ცდილობდეს სწორედ ასეთი რეაქციით. ადამიანებს ერთგვარი შიში გაუჩნდათ იგივე ადამიანური გრძნობების მიმართ, როგორც არის გლოვა, ან სევდა, ან მოწყენა, ეს ყველაფერი ადამიანურია. და ჩემი აზრით ამან რაღაც ერთგვარად პანიკაში არ უნდა ჩაგვაგდოს, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ მუდმივად პოზიტივზე. მუდმივად პოზიტივზე ვერ იქნები, თუმცა სასურველია, რომ იყო რაც შეიძლება ხშირად გაღიმებული და ეს არ იყოს კიდევ ერთხელ ვიძახი კორპორაციული ღიმილი, არამედ რეალურად შენ გრძნობდე. ამის არის რა, შინაგანად იყო სუფთა. იღეთ ეს ჩემი. და ბოლოს, გულწრფელი ღიმილი გვეხმარება დავინახოთ ცხოვრებაში მთავარი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. ამისათვის კი საჭიროა უბრალოდ გავიღიმოთ. მოდით ეს ყველაფერი ამ წუთიდანვე ერთად დავიწყოთ. Siendo tapir no encontrarás es que basura que mirar. Don't worry, be happy. Si la iglesia no quiere casar a los gays en el altar. Don't worry, be happy.